კიდევ ერთი დაკავება, თუმცა პატიმრობის პროცესი ამჯერად რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაპატიმრებული იყო ჩოხატაურის რაიონში სოფელ სამებაში ქართული ოცნების კოორდინატორი გელა ჟღენტი. თვითმხილველები ხვდებიან, რომ ჟღენტი საარჩევნო უბანზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და ხმამაღლა გააპროტესტა, თუ რატომ არ ვერ მოძებნა საკუთარი თავი საარჩევნო სიაში. ამ ფაქტიდან მალევე კი ჟღენტი ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. პოლიციაში დაკავებულის დაკითხვის პროცესი 5 საათს გაგრძელდა. გვიან ღამით ჟღენტი გაათავისუფლეს და სახლში გაუშვეს. ნახა არ იყო სიაში, კედლის სიაში და საყვედური გითხრა სულ ყველას თბილისიდან ჩამოსული ვარ, ამიტომ და რატო არ ვარ. და რასაკეთებთ კომისიაში, რატო არა გასწორებული სიები განუმარტეთ, რომ ჩვენ არ გვეხება კომისიას, ამ სიებს აზუსტებს სხვები და გადმოცემული არის იმიდან CSGO-დან მეტი არაფერი. გმაყოფილა დატოვა უბანი. ოცნების მხარდაჭერი არ ყოფილიყო, არავინ არ დაახშობდა, ასე რომ აუცილებლად ამ წუთში წამოდი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უნდა გავატაროთო და ყველა მისის ფსიქოლოგიაში რომ აღა გელა ჟღენტის ნარკომანი არ არის, უბრალოდ სმა ყველას უყვარს აღა გურიაში და დღეს ელემენტარულად ცოტათი ნასვამი იყო ადამიანი.